საქართველოში ოქროს მოპოვების და გადამუშავების დარგში არსებული პრობლემები განხილეს დღეს სასტუმრო რედისონში შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას და აფას ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები და კომპანია RMG Gold-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა RMG-ის საქმიანობაში არსებული მდგომარეობა, წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის შემცირების ტენდენცია და მისი გამოწვევის მიზეზები განიხილეს. ასევე დღეს გამართულ შეხვედრაზე დარგში დღეს არსებული შემაფერხებელი ფაქტორები და ვითარებებებზეც ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ამ სფეროში რიგი პრობლემები ამ დრომდე არსებობს. კომპანია RMG-სთან დაკავშირებული ბუნდოვანება უნდა დასრულდეს. ფაქტია, რომ კომპანიას სახელი ეშლება საკუთარ საქმიანობაში და ის გაურკვევლობა, რომელიც შექმნილია კომპანიის ირგვლივ აჟიოტაჟი, სპეკულაცია უამრავი მიმართულებით, ვფიქრობ, რომ არის სიცხადე შესატანი ამ საკითხში, რადგანაც თუ ხელი შეეშლება კომპანიის საქმიანობას, ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის, საექსპორტო შესაძლებლობებისთვის, ადგილობრივი საზოგადოებისთვის და ახლობლად 300 ადამიანია დასაქმებული. შეხვედრა ჩვენი ორი ორგანიზაციის მიერ ექსპერტების მოწვევით ეთმობა სწორედ ამ შენიშვნების ირგვლივ ჩამოყალიბებას, თუ რა საკითხებია დღეს პრობლემატური, რაზე შეიძლება შეღლვა, იმიტომ რომ კომპანია RMG არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია დღეს ქართულ ეკონომიკაში და ცალსახად იმ საკითხის დაყენება, რომ რამე შეზღუდვები დაუწევს ამ კომპანიას და შევაფერხოთ საქმიანობაში არ შეიძლება. კომპანია RMG მიესალმება მსგავსი შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეიტყოს თუ რეალურად რა პრობლემები არსებობს სამთავრობო დარგში საქართველოში. დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ პრობლემების განხილვას ემსახურება. თავის მხრივ ჩვენი კომპანია მზად არის გაითვალისწინოს ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდება.